რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა ჰორიზონტზე ჯერ ისევ ბუნდოვნად ჩანს. დიდი მოლაპარაკებების კვირა სტამბოლში ხელშესახების შედეგის გარეშე დასრულდა. შეთანხმდნენ მხოლოდ ტყვეების გაცვლასა და კიდევ შეხვედრაზე. იყო მუქარაც. დოლმობახჩეს სასახლეში რუსული მხარე პრეზიდენტის თანაშემწე, უკრაინული მხარე კი თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას ითხოვდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში არ ჩავიდა. ზელენსკისთან შეხვედრამდე პუტინი ტრამპს უნდა გაესაუბროს. სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვს შორის ხვალ თბილისის დროით 18 საათზე შედგება. ლიკა ალელიშვილი მუშაობს რამდენიმე დღეა თურქეთში. ლიკა, გამოიკვეთა თუ არა რაიმე ახალი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაში? სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია რუსეთსა და უკრაინას შორის გაგრძელდეს მოლაპარაკებები ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით და ამაზე თავად უკრაინული და რუსული დელეგაციის წევრებიც თანხმდებიან. რაც შეეხება შეხვედრის შედეგებს, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა მოიტანა, არის ის, რომ მხარეები გაცვლიან 1000 მძევალს. მათ შორის არ არიან მხოლოდ სამხედრო პირები, საუბარი არის ასევე სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე და ქალებზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დღიდან ტყვედ ჩავარდნენ ამ პერიოდის განმავლობაში და ისინი მოახერხებენ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ამასთან დაკავშირებით მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და ერთადერთი, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, არის ის, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. თავად შეხვედრაზე იყო რამდენიმე საკითხი ორივე დელეგაციის მხრიდან წამოყენებული ისეთი, რომელსაც მოპირისპირე მხარე არ ეთანხმებოდა. მაგალითად, რუსულმა მხარემ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოითხოვა უკრაინისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების გაყვანა და ასევე ანექსირებული ყირიმის აღიარება, რასაც რა თქმა უნდა ოფიციალური კიევი არ დაეთანხმა. უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე ასევე მოითხოვა ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა, რაზეც რუსულმა მხარემ თქვა, რომ ისინი ამ გზავნილს ჩაიტანენ პირადად კრემლში, პირადად ვლადიმერ პუტინთან და სავარაუდოდ შესაძლებელი გახდება, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები უკვე თავად მიუსხდნენ პირისპირ მოლაპარაკების მაგიდას იმისთვის, რომ იმსჯელონ რამდენად შესაძლებელია 3 წლის შემდეგ უკრაინაში ომის დასრულება. სტამბოლი ისევ დოლმაბახჩეს სასახლე და ისევ პრეზიდენტების გარეშე. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, თუმცა შეხვედრის მთავარი ინიციატორი არა. ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არც ამჯერად გამოცხადდა. გაქვთ თუ არა რაიმე გზავნილი პუტინისთვის? მე აქ ვარ, ფიქრობ ეს ძალიან მკაფიო სიგნალია. დიპლომატიურ ფრონტზე 3 წლიანი პაუზის შემდეგ 90 წუთიანმა პირისპირ დიალოგმა ომის ბედი ვერც ამჯერად გადაწყვიტა. ომში მყოფი ქვეყნის პირობას 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთმა უკრაინული ჯარის დონეცკიდან, ლუჰანსკიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიედან გაყვანის მოთხოვნით უპასუხა. გაჟღერდა სხვა ოლქების ოკუპაციის მუქარაც. დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის კონსენსუსი მხოლოდ 3 საკითხზე შედგა. სახელმწიფოების ლიდერებს შორის შეხვედრის მომზადება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმების წარდგენა და ბოლოს 1000 რუსი სამხედრო ტყვე 1000 უკრაინელი სანაცვლოდ. ომის დაწყებიდან დღემდე ეს არის სამხედრო ტყვეების გაცვლის ყველაზე მასშტაბური შეთანხმება. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა პუტინის და ზელენსკის შეხვედრა, რათა რეალურ შეთანხმებამდე მივიდეთ. თითქმის 2 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მოსკოვი უკმაყოფილო არ დარჩა. თუმცა ცეცხლის შეწყვეტა, რომ ამ ეტაპზე კრემლის გეგმებში არ შედის, ამის შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მოლაპარაკებების დარბაზის დატოვების შემდეგაც განაცხადა. 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ ისინი, ვინც ისტორია არ იცის. ომი და მოლაპარაკებები, როგორც წესი, ერთდროულად მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინს ვერ შეხვდა თურქეთში, თუმცა ევროპელ კოლეგებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით ალბანეთში მიმართა. ტირანაში გამართულ სამიტზე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა პარტნიორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დავიწყეთ უკრაინისა და მთელი ევროპისთვის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა. მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს. ახლა დროა გადავიდეთ ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებზე. პასუხმა არ დააყონა ევროკავშირისგანაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი დაანონსა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამიტომაც ჩვენ მუშაობთ სანქციების ახალ ნაკრებზე, რომელიც მიმართული იქნება რუსულ ფინანსურ სექტორზე.
სტამბოლში მოლაპარაკებებმა უკრაინული მხარის მაქსიმალური კონსტრუქციულობის მიუხედავად ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა. დელეგაციებმა შეძლეს ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აქამდე უარს აცხადებს ცეცხლის ყოვლის მომცველი და უპირობო შეწყვეტის მოთხოვნის მიღებაზე. პრეზიდენტი პუტინი თავად არ იყო მზად თურქეთში ჩასასვლელად. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად სტამბოლის შეხვედრის დეტალები ზელენსკიმ ტრამპს თავად გააცნო. თავარ მედიატორს მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის აუცილებელია მისი და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა. ეს კი რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ, ჩვენ სავარაუდოდ დავგეგმავთ ამას, რადგან დავიღალე, რომ მასთან სხვები მიდიან და ხვდებიან. თუ საჭირო გახდა პუტინთან, სხვა ზომებსაც გამოვიყენებ. ვიდრე მსოფლიო ლიდერები დიალოგის მაგიდასთან ისევ შეიკრიბებიან, სტამბოლის შეხვედრის დასრულებიდან 48 საათში ოკუპანტმა კიევის თავზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქის და სხვა ქალაქების მიმართულებით ჯამში 300-მდე უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.